ის სარწმუნება, რაც მიიღო ვარსქენმა, თესლთაყვანისმცემლობა, იქ არის მკვეთრი დიფერენციაცია ქალების და კაცების და იქ ქალთა საზოგადოებას არანაირი შანსი არ აქვს, უნდა მაღალ სოციალურ მდგომარეობაში იყოს, სტატუსში, რომ მეფის გარშემო დამსწრებიყვნენ ის ქალბატონები საჭმელად. ანუ მაზდიანობა და აღმოსავლური ის ტრადიციული ადაწესები სწორედ ამაზე მეტყოლებენ. ქრისტიანობა პირიქით არის, ანუ პირიქით არ არსებობს დედაკაცება და მამაკაცება ქრისტიანში და პირიქით რაღაცნაირი დამაბალანსებელი და თანასწორუფლებიანობის მომხრე არის და პირიქით ეუბნება, რა რეალურად ვარსქენმა მიიღო ის, რომ სადაც მართლა დიფერენციაცია აქვს მკვეთრი ქალებსა და შუშანიკი კიდე პირიქით ეუბნება, რომ როგორო კაცო, ანუ შუშანიკი იმას კი არ ამბობს, რომ ტრადიციას არ ღვევრო ხომ ოდის ყოფილაო და მე ძალათი ვზივარო, პირიქით ირონიით ეუბნება, სატირა იყო, სარკაზმი იყო ვარსქენის, მე თუ შენ კანონით უნდა მე აქ აღარ დამსვა, იმიტომ რომ შენ ხო ქრისტიანი აღარ ახარ. იმიტომ იმ სარწმუნოებაში ქალი და კაცი არ არის ერთად. თურე ამ ფრაზამ თავისთავად ეგრო უთხრას, ხო, ასეთი მრისხანება ატომ გამოიწვია. ანუ სადაც მე ასტამი აიღო და თვალი დაუბუშტა ვარსქენმა, ანუ ძალიან გააღიზიანა ამ განცხადება და რატომ გააღიზიანდა? კაი შეიძლება გაბრაზებულიყო ნათქვამზე, მაგრამ გაცეცხლდა, იმიტომ რომ ხაზი გაუსმა, რომ შენ გახდი მაზდიანი. იმ ტრადიციის მიხედვით არ ჭამენ ერთად. და შენ ტრადიცია ეგ არის, ოდიშ ჭამენ აქამდე ქალი და კაცი ერთად. რატომ ხარ ისევ ქრისტიანულ ტრადიციაში, ანუ ერთად ატოვს ხედვათ ამ სუფრაზე?